როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, მინდა გითხრათ თამამად, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ ქართული ოცნების ოცნება. კიდევ ერთხელ პოლიტიკური საბჭოს სხდომის ფორმატში კიდევ ერთხელ კაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება მხოლოდ ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ნაციონალური მოძრაობა არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება პარლამენტში, იმიტომ ძირითადად, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის. არ შეიძლება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ოლიგარქმა არჩევნები არ ჩაატარა, შენ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელიც არ არის პარლამენტი და სიამოვნებაში არის კანტორა პრეზიდენტ ივანიშვილის ნებოსრულების აღსასრულებელი. კარგით, რაც შეეხება ეს მესამე რაუნდის მოლოდის და რა წინადადება უნდა იყოს? ჩვენ ამ წუთის მდგომარეობით ვიდრე ვსაუბრობთ, არ მიგვიღია არანაირი წინადადება ქართული ოცნების მხრიდან ელჩების მეშვეობით, რომელიც გადაწყვეტილებას შეგვაცვლებინებდა კი არა, უბრალოდ გვაფიქრებინებდა, რომ ხომ არ დავიწყოთ მსჯელობა გადაწყვეტილების ცვლილებაზე. უბრალოდ არ არსებობს ასეთი შემოთავაზება ქართული ოცნების მხრიდან. ამიტომ ძალაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მყარად რჩება პოზიცია ბოიკოტის გაყალბებული არჩევნების მიმართ. შესაბამისად, არაფერი არ იცვლება, სტატუს-კვო აუცილებლად შეიცვლება ორი გზით. ან ქართული ოცნება რეალურად წამოვა კომპრომისზე, ან ქართული ოცნება ყველა გათვლებით და აუცილებლად ეს მოხდება, დაკარგავს ძალაუფლებას, რატომ ის აღმოჩნდა ერთ მხარეს, სადაც არ დგას მასთან არავინ, არც ერთი ოპოზიციური პარტია და საზოგადოების არც ერთი ჯგუფი. ამიტომ ასეთ პირობებში ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, ეს იქნება ხვალ თუ ზეგ, ის აუცილებლად იქნება იძულებული ქვეყანაში ჩაატაროს ახალი არჩევნები.